45 წლის კაცი საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით სექსუალურად სისტემატიურად ზალადობდა. პოლიციამ ბრალდებული ბათუმში დააკავა. მას 13 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. კობახიძემ დინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ. კობახიძის დავალებით ფაქტობრივ მძელობაში ხავთ საავადმყოფოში და ელოდებიან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომ თავისუფლებისა და სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება. წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ინფორმაციით, კობახიძე და მდინარაძე რიჟვაძეს აიძულებენ ყველაფერი ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს დააბრალოს. ღრმად შეშფოთებული ვარ ქართული ოცნების მთავრობის მიერ ოპოზიციური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიებით. მოუწოდებთ ქართულ ოცნებას შეცვალოს კურსი, აცხადებს ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი. 23 ივლისს ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილებს გადაადგილება შეზღუდული ხვალ დილის 7 საათიდან 24 ივლისის ღამის 1 საათამდე ექნება.